2019 წელს Twitter-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა: იქნებ Mr. Beast-ი ანტიქრისტეა? სწორედ მას შემდეგ დაიწყო კონსპირაციული თეორიები Mr. Beast-ის, იგივე ჯიმი დონალდსონის შესახებ. მე მოვიპოვე ძალიან ბევრი უცნობი დეტალი, რომელსაც ამ ვიდეოში აუცილებლად გაჩვენებთ. ასევე გაჩვენებთ ვიდეოებს, რომელთა ნახვის დროსაც ტანში ჟღვანტელი დაგივლით, რადგან ამდენი დამთხოვა ფიზიკურად შეუძლებელია. გამოიწერე ჩემი არხი და მოიწონე ვიდეო უფრო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის. ქრისტიანული წინასწარმეტყველების მიხედვით მეორედ მოსვლის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება, რომლებიც ბიბლიაშია აღწერილი. უმთავრესი კი არის ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის სახით მოვა. დაიწყო ჯიმის YouTube ზედმეტსახელიდან Mr. Monstri. ეს სახელი მას სათამაშო კონსოლმა Xbox-მა მიანიჭა. რეალურად სახელი Mr. Beast ჯიმის არ აურჩევია. ხალხმა ეს რომ გაიგო, კიდევ უფრო მეტი ეჭვი გაუჩნდათ, რომ რაღაც არამიწიერ ქმნილებასთან ჰქონდათ საქმე. ყველაზე უცნაური კი იცით რა არის? ჯიმი იუთუბერობის დასაწყისში ეკლესიაში ცხოვრობდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ იქირავა ეკლესია, რომლიდანაც ჩამოხსნეს ხატები და Mr. Beast-ის ფოტოები დაკიდეს. ანუ გადასაღებ სტუდიად გადააკეთეს. ინტერნეტში არ იძებნება Mr. Beast-ის ბავშვობის ფოტოები. როგორც წესი, ცნობილი ადამიანის ბავშვობის ფოტოები მარტივად მოიპოვება ხოლმე. ჯიმი თითქოს უეცრად გაჩნდა YouTube-ში და რამდენიმე წელიწადში მთელი სამყაროს გული მოიგო. Mr. Beast-ის ვიდეოებს ვინც უყურებთ, გეცოდინებათ მისი ცოცხლად დამარხვის ვიდეოები. როცა მაყურებლების უდიდესი ნაწილი არასრულწლოვანი ან ბავშვია, რატომ უნდა აკეთებდეს იგი თქვენი აზრით ამას? რატომ იმარხავს თავს ერთი კვირით თუნდაც და რა შინაარსის მატარებელია ეს ვიდეოები? ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში იგი დამარხვიდან მესამე დღეს ამოიყვანეს თავისმა მეგობრებმა, როგორც ბიბლიაში წერია იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ. ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს, რადგან მთავარი ნაწილი ჯერ კიდევ წინ გელოდება. როგორც ლუკას სახარებაში წერია, Mr. Beast-ი ცრუ სასწაულებს მოახდენს. Mr. Beast-მა კი 1000 ადამიანს დაუბრუნა მხედველობა. აფრიკაში უამრავ სოფელს შეუყვანა წყალი, ააშენა სკოლები და საავადმყოფოები. ყველაფერი ზუსტად იმ სცენარს მიუყვება, როგორც წინასწარმეტყველებაშია აღწერილი. ხო და როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ეს მათეს სახარებაში წერია და ამ დროს რას აკეთებს Mr. Beast-ი? ზუსტად სასწაულებით ცდილობს ადამიანების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვებას. ყიდის ტკბილეულს, რომელიც ძალიან ცუდი ადამიანის ორგანიზმისთვის, მოკლედ ჯანსაღე ცხოვრებისკენ ხალხს ნამდვილად არ მოუწოდებს. Mr. Beast ძალიან უცნაური სამეგობრო წრე ჰყავს. ერთ-ერთ მეგობარს რაღაცა მოუარა უეცრად და ქალად გადაკეთდა, მეორე მეგობარი ათეიზმიდან ქრისტიანობას ეზიარა და ახლა TikTok-ში ლოცვებს კითხულობს. მე აღარ დავიწყებ ლოგოს მსგავსებებზე და სახის მოყვანილობაზე საუბარს, რადგან ეს არგუმენტი არ მგონია სწორი, უფრო აქცენტი მის ქცევებზე უნდა გაკეთდეს. ახლა კი გადავიდეთ ვიდეოს მთავარ ნაწილზე. წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლის შესახებ შემდეგ რამეს ამბობს. ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ მსოფლიოში დაიწყება კატაკლიზმები, ომი, ჭირი, შიმშილი და მოხდება ბუნებრივი კატასტროფები, მიწისძვრები, ხანძრები და ასე შემდეგ. ადამიანები დაიწყებენ ღმერთისგან განდგომას და უარყოფენ ღმერთს. დაიწყება მორალური და სულიერი დეგრადაცია, რაც დღესდღეობით ძალიან კარგად ჩანს. შეიძლება იმის გამო დაგცინონ, რომ რელიგიური ხარ. დღეს ახალგაზრდებში სამწუხაროდ ათეიზმი და აგნოსტიციზმია პოპულარული. მზედამთვარე დაბნელდება, ხოლო დედამიწის ყველა კუთხეში ანგელოზების 7 საყვირის ხმას გავიგებთ. ახლა კი ყურადღებით უყურეთ და მოусმინეთ ამ ვიდეოს, რომელზეც ვიდეოს დასაწყისში გითხარით. ეს არის არსაიდან მომავალი ხმები, რომლებიც უეცრად გაისმის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ზუსტად ასე წერია წინასწარმეტყველებაშიც. ყოველ წელს იქნება დაუსრულებელი ომები სახელმწიფოებს შორის, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირება.
პირველად ალბათ თქვენც რუსეთ-უკრაინის ომი გაგახსენდებოდათ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თავს იესო ქრისტეს მიერ მოვლენილ ღმერთად გაასაღებენ. ერთი ასეთი ჩვენ საქართველოშიც გვყავს. ყველა ეს წინასწარმეტყველება სხვადასხვა სახარებიდანაა ამოკრეფილი, რომელთა ლინკებიც აუცილებლად იქნება ვიდეოს აღწერაში. მისტერ ბისტი მაქსიმალურად მალავს თავის მამას. არც ერთ ინტერვიუში არ ახსენებს მას და თუ რაიმეს კითხავენ მამამისის შესახებ, პასუხის გაცემას თავს არ იდებს. თუმცა მე ასევე მოიპოვე ჯიმი დონალდსონის დაბადების მოწმობა, რომელშიც გარკვევით ჩანს ჯიმის მშობლების სახელი და გვარი. დედამისი არის სიუზან მერი კინგი, ხოლო მამამისი ვინმე ჩარლზ რიჩარდ დონალდსონი. თქვენი აზრით, რატომ მალავს იგი მამამისის ვინაობას? დაწერეთ კომენტარებში. და ასევე რას ფიქრობთ? მისტერ ბისტი მართლა ანტიქრისტეა და სამყაროს აღსასრული გვიახლოვდება, თუ უბრალოდ კარგი ადამიანია, რომელსაც სიკეთის კეთება უყვარს? აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ასევე გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა უფრო მეტი საინტერესო ვიდეო არ გამოტოვოთ.